მოგესალმებით ეთერშია რაკურსი ევროპისკენ, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავართ. ზოგადად ვსაუბრობთ ევროკავშირსა და საქართველოსზე და ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე, თუმცა შეუძლებელი იქნება ზუსტად გავიგოთ თუ რა არის ევროპა, როგორია ევროპა, როგორი პოლიტიკური ცურები და ურთიერთობებია ევროპაში, თუ ნაწილობრივ ან მთლიანად ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არ განვიხილავთ, ან მთლიანად ევროკავშირს. ძალიან საინტერესო საკითხია 23 თებერვლის შემდეგ გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის მამოძრავებელი ძალა სწორედ გერმანიაა და ამაზე ალბათ არავინ არ დავობს, საფრანგეთთან ერთად ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორი იქნება გერმანული პოლიტიკა უახლოეს ერთ წელიწადში, რადგან მოსალოდნელია საკმაოდ მკვეთრი ცვლილებები იმასთან შედარებით თუ რა იყო ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. ამ საკითხებზე დღეს პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძესთან ერთად ვისაუბრებთ. ლევან, მოგესალმებით. მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით. დიდი მადლობა ჩართვისთვის. ლევან, მოდი დავიწყოთ ცოტა ზოგადი ნაწილი და შემდეგ კონკრეტიკაზე გადავიდეთ. ჩვენ 23 თებერვლამდე გვქონდა შეხვედრა და ვარაუდებს გამოვთქვამდით იმ პროცესებზე, რაც შეიძლებოდა გერმანიაში დაწყებულიყო. ახლა საკმაოდ 2 თვე, მესამე თვე უკვე დაიწყო ამ პროცესებიდან, ახალი მმართველი პარტიის არჩევიდან შეიცვალა გარემოებები და რა ხდება ახლა გერმანიაში, რა ვითარება გვაქვს, როგორ შეგიძლია შეაჯამო ეს პირველი 2 თვე? არჩევნები რო დასრულდება გერმანიაში, მთელი პოლიტიკური თამაში სწორედ კენჭისყრის მერე იწყება ხო. შესაბამისად 23 თებერვლის შემდეგ დღემდე გერმანიაში მიმდინარეობს ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი. 6 მაისს უკვე ეს ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასრულდება და გერმანიას უკვე 6 მაისს ეყოლება ახალი ქმედითი მთავრობა. ამ მთავრობის შემადგენლობაში შევა მთავარი კონსერვატიული ბანაკი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ქრისტიან-სოციალური კავშირი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სოციალ-დემოკრატიული პარტია. ეს კოალიცია გერმანიისთვის ტრადიციული კოალიცია, აქამდე 4ჯერ ყოფილა ქრისტიან-დემოკრატების და სოციალ-დემოკრატების კოალიცია ხელისუფლებაში. შესაბამისად, პარტნიორები ერთმანეთს კარგად იცნობენ, იციან ერთმანეთის ავანჩავანი, ბევრ საკითხში ძალიან კრიტიკულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილი, მაგრამ მათ უკვე ამაგრებთ კოალიციის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწელეს, პრიორიტეტები გადანაწილებულია. შესაბამისად, ჩვენს მაყურებელს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ გერმანიიდან კარგი ამბებია, გასული 3 წლის განმავლობაში გერმანიას მართავდა 3 წევრიანი კოალიცია, იყო მუდმივი დაძაბულობა, მუდმივი ქიშპი ამ კოალიციის წევრებს შორის, 3 ძალას შორის. ეხლა კი 2 სუბიექტისგან შედგება გერმანიის მთავრობა, რაც უფრო მეტი სტაბილურობის და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სიმშვიდის საფუძველს მიცემს აი ამ ევროკავშირის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას და მის მთავრობას. ასეთი შეკითხვა მექნება, ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მიგრაციის პოლიტიკის ნაწილში, რომელიც ნაწილობრივ ჩვენს გვეხება, საქართველოსაც, იმიტომ რომ გერმანია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ასე ვთქვათ, მიმართულება ქართველი მიგრანტების, რომელიც ევროპაში მიდიან, AfD-ს კონკრეტული პოლიტიკის უფრო რბილი ნაწილის გადმოტანას ხომ არ ცდილობს კონსერვატიული პარტია, ამ შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატები, რათა ერთის მხრივ მოიზიდოს ან დაამშვიდოს საკმაოდ დიდი რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვინც პირველ რიგში ბოლო განსაკუთრებით 3-4 წლის მანძილზე შეწუხებული იყო უკონტროლო მიგრაციის ტალღით და სავარაუდოდ მათ შორის ამან გაზარდა AfD-ს რეიტინგი წინა არჩევნებთან შედარებით. ხომ არ ცდილობს მერცი, რომ ასე ვთქვათ, დადებითი კი არა, უფრო ლაითი მხარე გადმოიტანოს ალტერნატივა გერმანიისკენ და ამ დროს ალტერნატივა გერმანიის აკრძალვის თუ არა, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ პროცესების გართულებაზე მიდის საუბარი საპარლამენტო დონეზე. რა თქმა უნდა, მიგრაციის საკითხი ერთ-ერთი მთავარი საკითხია თანამედროვე გერმანულ პოლიტიკაში და თქვენ მართალი ხართ, AfD-ს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა, ასე ვთქვათ, ერთგვარი მონოპოლია მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის თვალსაზრისით. ისინი იყვნენ მთავარი აპოლოგეტები აი ამ პოლიტიკის. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბატონი ფრიდრიხ მერცი აირჩიეს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ, ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, რომ პარტია ცოტა უფრო მეტად მარჯვნივ გადაიხრებოდა მერკელისგან განსხვავებით, მერცი უფრო გამოკვეთილად მემარჯვენე პოლიტიკოსია. შესაბამისად, დიახ, მემარჯვენე ფლანგზე, მემარჯვენე ამორჩევლის ფლანგზე ეს კონკურენცია უფრო
ისეთი გახდა დაძაბული და მერცი რა თქმა უნდა ცდილობს რომ AfD-ს ამორჩევლის ნაწილი მოიმხროს. მაგრამ ეს მარტო AfD-ს პრობლემატიკა არ არის. უკვე გერმანიაში ყველა ხვდება რომ მიგრაცია არის დიდი პრობლემა, უკონტროლო მიგრაცია არის განსაკუთრებული გამოწვევა საზოგადოებისთვის, უბრალოდ დაობენ სხვადასხვა პარტიები გადაწყვიტონ ეს პრობლემა ეროვნულ დონეზე თუ ევროპულ დონეზე. უფრო მემარცხენე პარტიები ემხრობიან რომ პრობლემა გადაწყდეს ევროპულ დონეზე, ანუ მიგრაციის ნაკადების შეჩერება მოხდეს თქვათ ევროპის საზღვრებთან, არ დაიწყოს ომები იმ რეგიონებში, საიდანაც მოდიან ეს მიგრანტები და ასე შემდეგ. მემარჯვენე პარტიები და მათ შორის ფრიდრიხ მერცი კი ამბობს რომ აქამდე ვერ დავიცდით ამ დონემდე ვერ დავიცდით ჩვენ და საზღვარზე უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა და უკვე კოალიციის შეთანხმებაში წერია რომ დასაშვები იქნება საზღვრიდან, გერმანიის ეროვნული საზღვრიდან, პირების დეპორტაცია, ასევე თქვათ დანაშაულს ვინც ჩაიდენს და კრიმინალში ვინც იქნება გარეული, იმ პირების დეპორტაციის უფლებაზეც მიდის საუბარი, მოქალაქეობის მიღება კიდევ უფრო მეტად გართულდება, წინა მთავრობამ ცოტა ლიბერალური პოლიტიკა გაატარა ამ მიმართულებით და ესენი ძველ ნიშნულებს უბრუნდებიან და ამკაცრებენ მოქალაქეობის მიღებას. იყო ესეთი წესები, რომ ოჯახის შემოყვანა მარტივი იყო, უკვე დამკვიდრებული პირისთვის გერმანიაში, ეს პროცედურებიც რთულდება, ასე რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში გერმანიას ექნება გაცილებით უფრო მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, ვიდრე აქამდე ჰქონდა და დიახ, ეს სავარაუდოდ AfD-ს ამომრჩეველთა ნაწილს დააფიქრებს, ისევ AfD-ს დაუჭირო მხარი თუ თქვათ ქრისტიან დემოკრატების. თუმცა AfD-ს ნაწილში არის უკვე საუბარი პარტიის აკრძალვის ან მისი ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, რაზეც ბევრი ევროსკეპტიკოსი ან სხვა გამოთქვამს აზრს, რომ როგორი დემოკრატია ეს თუ რეალურად იგივე გერმანიაში, რომელიც სამაგალითოა ამ კუთხით, იწყება პარტიის და ალბათ რელევანტურიც არის ვიღაცისთვის ეს არგუმენტი, ან ევროკავშირის მოწინააღმდეგეებმა ძალიან კარგად შეიძლება ეს ზოგადად არგუმენტი გამოიყენონ, იგივე ლეპენთან დამოკიდებულება საფრანგეთში, ზოგადად გერმანიის ბოლო პერიოდის დამოკიდებულება რო ამვიღოთ მემარჯვენე, მკვეთრად მემარჯვენე პარტიების მიმართ, გერმანიის წარსულის გათვალისწინებით ეს ცოტა საფრთხილო და საშიში თემაც არის გერმანელებისთვის, ზედმეტი მემარჯვენეობა, ასე ვთქვათ. ამ კუთხით როგორი იყო პოლიტიკა აქამდე მკვეთრად მემარჯვენეების მხრიდან და რამდენად სწორია თქვენი აზრით, რომ იგივე AfD საერთოდ აკრძალონ ან რაიმე ფორმით ხელი შეუშალონ მის ფუნქციონირებას, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო არჩევნებზე 20%-ის სადღაც რაოდენობა აიღო AfD-მ. და ანუ რეალურად ყავს მხარდამჭერები. მოკლედ გიპასუხოთ თუ გრძელად? როგორც გნებავთ. ხო, ეს ძალიან რთული პრობლემაა. ჯერ ერთი თქვათ ის, რომ გერმანიაში პარტიების აკრძალვა არ ახალია. აქ რო უკვირთ რაღაცეები ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. მაგალითად 40-იან 50-იან წლებში გერმანიაში აიკრძალა კომუნისტური პარტია, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის საცეცი და გაგრძელება ქვეყნის შიგნით. დასავლეთ გერმანიაში ამ შემთხვევაში მაშინ. დასავლეთ გერმანიაში, დიახ, დასავლეთ ფედერაციულ რესპუბლიკაში. მეორე პარტია იყო სოციალისტის რაიხსპარტაი, ფაშისტური, ნაცისტური კონტექსტის პარტია, ისიც აიკრძალა და 90-იანი წლების ბოლოს 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო პროცესი ესეთი პარტიის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე ულტრანაციონალისტური შეფერილობა ჰქონდა. და ეს ყველა პარტიის აკრძალვას ზოგჯერ წარმატებულად დასრულდა ამ პარტიების აკრძალვა მოკლედ, ზოგჯერ წარუმატებლად. მაგალითად, NPD-ს, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რა ვიცი 20 წელი გრძალავდნენ და ვერ აკრძალეს საბოლოოდ. ამით რითი და ჩაგეკითხებით, ვერ აკრძალეს მხარდამჭერთა რაოდენობის გათვალისწინებით, რაღაც ფინანსური სიმძლავრით თუ რა იყო მიზეზი იმის, რომ ვერ მოხდა იგივე ამ პარტიის აკრძალვა? პროექცირება რომ გავაკეთოთ, რა პრობლემები შეიძლება შეიქმნეს იგივე AfD-ს აკრძალვის მცდელობა თუ ექნებათ. მიზეზი გახლდათ სამართლებრივი სახელმწიფო, გერმანიის კონსტიტუცია, პროცედურები, რომელიც არის ძალიან რთული. პარტიის აკრძალვა მარტივი არ არის. იქ თქვათ, პარტიის აკრძალვაზე სარჩელი უნდა შეიტანოს ამ ბუნდესტაგმა, ამ ბუნდესრატმა, ან ფედერალურმა მთავრობამ, შემდეგ ეს უნდა განიხილოს რამდენიმე დონეზე, რამდენიმე სასამართლო კოლეგიამ, საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, მე იმის გადასინჯვაც შეიძლება, ამასთან
ახლავს საზოგადოებრივი დისკუსიები და დებატები, ასე რომ გერმანიაში მიდის საუბარი ამ პარტიის აკრძალვის შესახებ, მაგრამ არავინ არ ელოდება, რომ ეს მოხდება 1 წელიწადში და 2 წელიწადში და ეს არის ერთგვარი დამოკლეს მახვილი AfD-ს თავზე, იმიტომ რომ გერმანია მიცის რომ დემოკრატიული ბერკეტები შეიძლება ექსტრემისტებმა გამოიყენონ ხელისუფლების უზურპაციისთვის და დიქტატურის დამყარებისთვის. და ამიტომ ჩადეს ეს მექანიზმები მათ თავიანთ კონსტიტუციაში და თავიანთ პოლიტიკურ დიზაინში. და იციან რომ დემოკრატია გავიმეოროთ ის ერთი ცნობილი ქართველი ომის მეომრის ლობიობა არ არის. და ლობიობა არ არის, ხო, ვორლორდი ვერ თარგმნე ქართულად მეომარი კაი სიტყვა. ხო, ლობიობა არ არის და გერმანიას აქვს ბერკეტები, რომ ამ პარტიას ხელი შეუშალოს. აი გუშინ მიიღეს მაგალითად გადაწყვეტილება AfD-ს მიმართ, აქამდე ბოლო რამდენიმე წელიწადია გერმანიის კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტი, ანუ ადგილობრივი დაზვერვა და უშიშროება აკვირდებოდა AfD-ს რამდენიმე რეგიონალურ ორგანიზაციას, მაგალითად ტურინგიის რეგიონალურ ორგანიზაციას, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია მიაჩნდა კონსტიტუციისთვის ხიფათის მომტან ორგანიზაციას. დღეიდან უკვე გერმანიის მთელს AfD-ს ფედერალურ დონეზეც დააკვირდება კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტი და ეს დაკვირვება რას ნიშნავს? მას აკუფლება, რომ მოусმინოს სატელეფონო ჩანაწერებს და საუბრებს, მათი მეილებიდან მიიღოს ინფორმაცია, ჩანერგოს აგენტები ამ პარტიაში და ეს გადაწყვეტილებაც გერმანიის უშიშროებამ მიიღო მრავალწლიანი კვლევაძიების საფუძველზე და მას შემდეგ რაც დაასკვნა, რომ AfD ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო წესრიგს, რომელიც ეს გერმანიაში არსებობს, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო მისი, ასე ვთქვათ, მონიშნის გადაწყვეტილება. მონიშნა იგი როგორც კონსტიტუციისთვის ხიფათის მომტანი ორგანიზაცია. მე სიმართლე გითხრათ, ვემხრობი საკონსტიტუციო კონტროლს, ზედამხედველობას, მაგრამ გონია რომ პოლიტიკური პარტიების გამოთიშვა საარჩევნო პროცესისგან უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში. ასე ვთქვათ, პირდაპირ თუ იყვიან, რომ ჰიტლერი კარგი იყო, ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, პირდაპირ თქვან, რომ ჰიტლერი სამაგალითო მმართველი იყო. ძალადობრივ ქმედებებზე თუ გადავლენ, შეიძლება ისინი აკრძალონ, მაგრამ არჩევნებში თუ დაუშლიან ესეთ პარტიებს მონაწილეობას, შემდეგ ისინი იწყებენ ხოლმე საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენას, თვითვიქტიმიზაციას და ეს მათ მიმართ სენტიმენტებს ზრდის და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს აი ამ ასეთი პარტიების ამორჩევლებს. ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ მარი ლე პენს AfD-ს ევროპელები დაამარცხებენ არა უშიშროების ბერკეტებით, არამედ საარჩევნო ველზე წარმოებული, ასე ვთქვათ, ბატონ ლევან, აქ საინტერესო იქნება გერმანიაში ამ არჩევნებზე. ოდნავ საქართველოსკენ გადმოვხვიოთ და შემდეგ დაუბრუნდეთ გერმანიას. პარტიების აკრძალვის თემა აქაც აქტუალურია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ხომ არ და ზოგი ეწინააღმდეგება ვიღაცები მომხრიან, ну როგორც ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობაა, ვიღაცას მიაჩნია კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობაზეა საუბარი, ეს სწორ გადაწყვეტილებად, ვიღაცას არა, ну ამას თავის შეხედულება აქვს ყველას, მაგრამ მე მაინტერესებს, რამდენად რელევანტური იქნება თუ AfD-ს აკრძალავენ ან ლეპენის პარტიას აკრძალავენ იგივე საფრანგეთსა და გერმანიაში, არგუმენტი რომ საქართველოში ეს არ უნდა მოხდეს იგივე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. გულისხმობ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით. ყოველთვის აი შედარებით პოლიტიკა, ვისაც უსწავლია, ან უსწავლებია, მათ ყველამ კარგად იცის, რომ აი პოლიტოლოგები ყოველთვის ხას უსვამენ არა მხოლოდ სისტემას, მის შემადგენელ ელემენტებს, არამედ ყოველთვის საუბრობენ პოლიტიკურ გარემოს. და აი პოლიტიკური გარემოს კონტექსტში უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ აი პარტიების აკრძალვის ინსტრუმენტზე. გერმანიაში პოლიტიკური გარემო როგორია? 16 ფედერალური 16 სამხარეო მთავრობა, ცენტრალური მთავრობა, ორპალატიანი პარლამენტი და ყველა ეს სტრუქტურა აღჭურვილია ასე ვთქვათ ინსტრუმენტებით, რომ უშიშროების და დაზვერვის სამსახურები გააკონტროლონ, კონდეთ მათგან ინფორმაციის მიღების საშუალება, კონდეთ იქ საპარლამენტო კონტროლის შეგზავნის შესაძლებლობა და ასე შემდეგ.
ხომ? ანუ დემოკრატიულ სისტემებში არსებობს უფრო მეტი ნდობა აი ესეთი ინსტიტუტების მიმართ, როგორიც არის უშიშროება და საკონსტიტუციო უსაფრთხოების სამსახურები, ფედერალური სამსახურები, მაგრამ ისეთ ქვეყნებში, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული გამოცდილება, სადაც ძალიან დიდი ისტორია არსებობს პოლიტიკური ანგარიშწორების ოპონენტების მიმართ, მაშინ აი ესეთი ბერკეტები თავის შინაარსს კარგავენ ხოლმე და იქცევიან იარაღად ხელისუფლებების ხელში, რომ ოპონენტები შეავიწროვონ და გააგდონ პოლიტიკური ველიდან. ასე რომ როჟევაჯამოთ ნიშნულობა გარემოს, დემოკრატიულ გარემოში არსებობს უამრავი ბერკეტი და გითხარით აგერ NPD-ს გრძალავდნენ 20 წელი და ვერ აკრძალეს. იმიტომ რომ პროცედურებმა დაიცვა ეს ყველაფერი და დაიცვა ეს ულტრამემარჯვენე პარტია განადგურებისგან, აი საქართველოში კი მე არ ამგონია რომ ჯერ ჩვენ ისეთი ინსტიტუტები და ისეთი დემოკრატია გვაქვს რომ პროცედურებმა მოახერხონ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის. თუმცა მაშინ ცოტა ისე გითხავთ, პერსპექტივაში იმის გათვალისწინებით, რომ გარემო შესაბამისი იყოს, რამდენად მისაღებია თქვენთვის, მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ სტუდენტობის დროიდან მახსოვს და აქედან გამომდინარე ყოველთვის კრიტიკული იყავით, მე მგონი რაც თსუ-ში დაიწყეთ, იმის მერე ასე მახსოვს მე და შესაბამისად მაინტერესებს რეალურად თუ სამართლიანი ასე ვთქვათ გარემო იქნება, რამდენად ზოგადად ემხრობით ნაციონალური მოძრაობის ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის აკრძალვას. საქართველოს რეალობის გათვალისწინებით. მე ვემხრობი ნაციონალური მოძრაობის მსგავსი პარტიების დასამარებას საარჩევნო ველზე, ისევე როგორც ვემხრობი AfD-ს და მარი ლე-პენის და სხვა მსგავსი ძალების დასამარებას საარჩევნო ველზე და არა რეპრესიებით და რაღაცა მოგონილი ებითი, რა ქვია, დამატებითი ინსტრუმენტებით. თან საქართველოს კონსტიტუციაში იცით თქვენ, რომ პარტიები იგრძალება, რომლებიც აღვივებენ თქვათ ნაციონალურ უღლს ძარცნობებს საქართველოს ნაციონალურ სოციალისტური მიმართულებები და ასე შემდეგ. დიახ. დავუბრუნდეთ გერმანიას და ზოგადად ევროპულ პოლიტიკას იმ კონტექსტში, რომ საფრანგეთის და იგივე გერმანიის გარდა ამ ასე ვთქვათ მემარჯვენე ძალების მიმართ რუმინეთში საკმაოდ რთული დამოკიდებულება გამოჩნდა პირველი ტურის გათვალისწინების შემდეგ, გაუქმების, დაკავების და ასე შემდეგ. ზოგადად ეს პოლიტიკა თქვენი აზრით რამდენად არის დაკავშირებული რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან? და თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს ან იქნება გერმანიის პოზიცია იმის გათვალისწინებით, რომ მერკელის დროს ასე ვთქვათ მთლად ასე მოდი უხეშად რომ არ ვთქვათ რადიკალური ან ნეგატიური განწყობით გერმანია ბოლომდე მაინც რუსეთთან არ იყო და იყო ერთგვარი თანხვედრები რაღაც პოზიციებთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ირიბად თუ პირდაპირ. როგორ შეიძლება იყოს გერმანიის პოლიტიკა მერცისგან როგორ ფიქრობთ, როგორი დამოკიდებულება ექნება რუსეთის მიმართ იმის გათვალისწინებითაც რომ ბუნებრივია გაზი, ნავთობი და ასე შემდეგ ჯერ კიდევ არის ევროპაში ბევრი ადამიანი, ვინც თვლის, რომ უნდა მიიღონ რუსეთიდან გაზი და ნავთობი. და ნაწილობრივ ეს ხდება კიდევაც. მერცის ფორმაციის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და დღევანდელი სოციალ-დემოკრატიული პარტია არიან იმგვარი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც იბრძოლებენ იმისთვის, რომ ევროპა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი აქტორი მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, მერცმა და ახალმა მთავრობამ შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, ამ კონსტიტუციური ცვლილებებით მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ ახალი კრედიტები. გერმანია მომავალი 12 წლის განმავლობაში აპირებს დაახლოებით 500 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის აღება და ამ კრედიტის დიდი ნაწილი იხარჯება გერმანიის სამხედრო შესაძლებლობების. ეს კრედიტი ისევ გერმანული საფინანსო ინსტიტუტებიდან უნდა აიღონ თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზეა საუბარი? საერთაშორისო, მაგალითად ნორვეგიის ფონდი განიხილება ერთ-ერთ წყარო და აი ამ დაფინანსების და ასე შემდეგ და გერმანიას საკმაოდ მაღალი რანგის რეიტინგი აქვს გერმანიას როგორც კრედიტის გადამხდელს და არც ერთი ფონდი არ ერიდება გერმანისთვის ვალის მიღებას, იმიტომ რომ დაბალია გერმანიის დავალიანების რაოდენობა. ანუ ეხლა რას უკავშირებ ამ ყველაფერს, აი მოკლედ ვიტყვი, უკავშირებ იმას, რომ დიახ, მერცის და ახალი კოალიციის პოლიტიკა იქნება ესეთი, რომ ევროპას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ევროპა უნდა იყოს სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი. ევროპა ტექნოლოგიურად უნდა იყოს დამოუკიდებელი სხვა აქტორებისაგან. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ
რუსეთის მიმართ ახალი მთავრობის პოზიცია იქნება ძალიან მკვეთრი, ძალიან კრიტიკული. ამაზე მეტყველებს მაგალითად ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პერსონაც, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნება ბატონი ჯო ვადეპული, რომელიც გამოირჩევა უკრაინის მიმართ მეგობრული განცხადებებით, მომხრეარი ტაურუსის შეიარაღების სისტემის უკრაინისთვის გადაცემის, ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, იმიტომ რომ გერმანიის პარლამენტში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასია გერმანიის მეგობრობის ჯგუფს, იცნობს ამ რეგიონს, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრის ისეა შერჩეული, რომ აი ამ უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულების მიმართ კომპეტენცია ჰქონდეს, ასე ვთქვათ. და ბოლოს აუცილებლად არის აი ამ შეტევისთვის, ვერბალური შეტევისთვის, რა თქმა უნდა და კონკურენციისთვის რუსეთთანაც და ამერიკასთანაც. ესეც ხასგასასწრებელია. აი ამერიკაზე მიყო ჩემი მომდევნო კითხვა. მარკო რუბიო უკვე გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში და ალბათ უკვე დახურულ კარს მიღმაც ამაზე მიდის საუბრები, რადგან სოციალურ ქსელში უკვე გამოხმაურება არის იგივე AfD-ს აკრძალვასთან დაკავშირებით და ზოგადად ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია არ არის კმაყოფილი ევროკავშირით, ზოგადად პოლიტიკით, ევროკავშირის აკრიტიკებს ბრიუსელს, აკრიტიკებს პარიზს, აკრიტიკებს ბერლინს, ბევრ საკითხთან დაკავშირებით და ამ კუთხით ბუნებრივია ევროპის უსაფრთხოება აქამდე თითქმის მთლიანად ამერიკაზე იყო მიბმული, ამერიკას სერიოზული ეკონომიკური ლობი ჰქონდა, ჯერ კიდევ მარშალის გეგმის განხორციელებიდან მოყოლებული, ასე ვთქვათ, და ევროპა ცოტა რბილად იქცა ამერიკის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის იმედით და ახლა რაც აღნიშნეთ, რომ ძლიერდება უკვე გადაწყვიტა, რომ თავისით გაძლიერდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, რამდენად აწყობს ამერიკას თავისუფალი სუბიექტი და სამხედრო თვალსაზრისით ძალიან გაძლიერებული ევროპა და რამდენად არ შეუშლის ხელს თქვენი აზრით ამერიკა ამ პროცესებს ღიად თუ ფარულად. ამერიკას შეუძლია მოგეხსენებათ ორივე ფორმით გავლენის მოხდენა ამ მსგავს პროცესებზე. ამერიკას რა თქმა უნდა არ აწყობს ამ ფორმაციის ამერიკას და ტრამპის ამერიკას გულისხმობ, არ აწყობს ძლიერი ევროპა, სუვერენული ევროპა, დამოუკიდებელ აქტორად ჩამოყალიბებული ევროპა. და ყველა განცხადება, რომელსაც ამერიკის თანამედროვე თუ დღევანდელი ადმინისტრაცია აკეთებს, მიმართული არის ევროპული ერთიანობის დანგრევისკენ და ძირის გამოთქმისკენ. აი მაგალითად მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ JD Vance-ის მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლა ეს იყო ტიპური საარჩევნო, წინასაარჩევნო შეხვედრა AfD-ს ამომრჩეველებსა და მის ლიდერს შორის. ანუ პირდაპირ ამ კაცმა თავისი გამოსვლით ხარი დაუჭირა AfD-ს გერმანიის წინასაარჩევნო კამპანიაში. ამბობენ რომ 2-3% AfD-მ დაკარგა სწორედ ვენსის ასეთი ღია ჩარევის გამო და ბევრი გადაიხარა შემდეგ ქრისტიან დემოკრატებისკენ. მოკლედ, ამ ლოგიკით უნდა ვიხემძღვანელოთ, შეერთებული შტატები დაუჭერს ევროპის ყველა ქვეყანაში, ყველა იმ პარტიას მხარს, ვინც იტყვის, რომ მე ვარ მინი ტრამპი და მე მინდა ევროპა არ იყოს ერთიანი და გავატარო აქ პოლიტიკა ისეთი, როგორცაც ტრამპი ატარებს ამერიკაში. ვინც იტყვის, რომ უნგრეთი უპირველეს ყოვლისა, ვინც იტყვის ესპანეთი ანუ ქარიზმატულ მასე დაბრუნება, ასე ვთქვათ, ტალღაზე, როდესაც ღიად ქარიზმატული ასე ქარიზმატული შეიძლება აქ არ იყოს ესე ვთქვათ ყველაზე ზუსტი ტერმინი. ევროპას სკეპტიკოსები, ევროპის მოწინააღმდეგები, ნაციონალისტები, რომელთაც გონიათ რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც იმპერიები ძლიერდებიან, თავიანთ პატარა სახელმწიფოებს გადაარჩენენ და მათ სუვერენიტეტს შეინარჩუნებენ. არ გამოდის, ჩვენ შევდივართ ისეთ ეპოქაში, სადაც ან უნდა იყო იმპერიის ნაწილი, ან თანამეგობრობის ნაწილი. გერმანიაც კი მარტო ჩაიყლაპება თანამედროვე და ანუ გამოდის რომ თუ სამი დიდი ანუ თქვენი ლოგიკით თანამეგობრობა მხოლოდ ევროპას შეიძლება გამოუვიდეს, რადგან კლასიკური გაგებით სხვა სამი დიდი მოთამაშე კლასიკური იმპერიაა. ანუ გამოდის რომ თანამეგობრობა მხოლოდ ევროპაშია შესაძლებელი. არა, სხვა რეგიონებში, სოფლის სხვა რეგიონებში შესაძლებელია, მაგრამ აი რუსეთთან, ჩინეთთან და თანამედროვე შეერთებულ შტატებთან, დღევანდელ შეერთებულ შტატებთან ეს თანამეგობრობის პრინციპი არ მუშაობს, იმიტომ რომ ისინი პატივსცემენ ძალას, ისინი პატივსცემენ აი ამ იმპერიულ ზრახვებს და ერთმანეთს მიიჩნევენ კონკურენტებად და არა რაიმე სხვა პატარა სახელმწიფოებს, გინდა სუვერენული იყოს ის სახელმწიფო, გინდა არა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, დაგემშვიდობებით საინტერესო საინტერესო საუბრისთვის. რაკურსი ევროპისკენ სტუმარი, პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფაინიძე გახდა. ჩვენი გადაცემა კი ამ დროისთვის დასრულებულია. მე მომდევნო შაბათამდე გემშვიდობებით.